მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ვიწყებთ გადაცემას ახალი პარადიგმა, მე მისი წამყვანი თენგო ომანიძე გახლავართ. დღევანდელ გადაცემაში ჩვენი სტუმარი იქნება ანალიტიკოსი ქალბატონი სოფიკო სოხაძე. მოგესალმებით ქალბატონ სოფიკო, მადლობა სტუმრობისთვის. წელს თუ არ ვწდები, პირველად მაქვს შესაძლებლობა რომ ეთერში გესაუბროთ და ძალიან საინტერესო იქნება თქვენი ხედვები ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ, საერთაშორისო ასპარეზზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. მინდა დავიწყოთ საუბარი, ბუნებრივია ალბათ წლევანდელი და შეიძლება გასული წლებისაც კიდევ ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაზე, ეს არის პრეზიდენტ ტრამპის მოსვლა ხელისუფლებაში და მისი ადმინისტრაციის, ასე ვთქვათ, უკვე ოფიციალურად დადასტურებაში. ძალიან არაპროგნოზირებადი არის ამ მხრივ გარემო, ყველა ამას აღნიშნავს ყველა ანალიტიკოსი, რომ რეალურად რა გეგმა აქვს დონალდ ტრამპს, რა შეიძლება მივიღოთ მისი განცხადებებიდან სერიოზულად და რა შეიძლება მივიღოთ ხუმრობად. ამისი გარჩევა ცოტა ძნელია, იმიტომ რომ არის უკიდურესად არაპროგნოზირებადი ამ ადამიანის საომავლო მოქმედებები. საინტერესო იქნება თქვენი ხედვა ამ მხრივ, რა სურს დონალდ ტრამპს. პირველ რიგში ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით და მოდით აი ამ თემით დავიწყოთ. არის თუ არა ტრამპის გამარჯვება და მის მიერ გაკეთებული განცხადებები იმისი აღიარება, რომ სოფლიოში დასრულდა ძველი წესრიგი. სოფლიო გადადის რეალურად ახალ წესრიგზე და ტრამპი ცდილობს ადაპტაციას აი ამ ვითარებასთან. დიახ, მადლობთ მოწვევისთვის. უაღრესად საინტერესო დროში ვცხოვრობთ და ჩვენ უნდა გავთვალისწინოთ ერთი რამ. მიუხედავად ასე ვთქვათ პიროვნული ფაქტორისა, ვთქვათ, ხო ისტორიაში ძლიერი პიროვნებები, განსაკუთრებით ის პიროვნებები, რომლებიც კარგად გრძნობენ ის ტენდენციებს, პოლიტიკის ტენდენციებს და ისტორიულ დროს, ვთქვათ, ძლიერი პოლიტიკოსის როლი მნიშვნელოვანი და შეიძლება იყოს გადამწყვეტიც, მაგრამ ვერც ერთი პიროვნება, თუნდაც ისეთი მაღალი ლეგიტიმაციის მქონე, როგორც დონალდ ტრამპია, რა თქმა უნდა, ვერ წავა ისტორიის კანონზომიერებების წინააღმდეგ და ვერ წავა იმ პარადიგმის წინააღმდეგ. ამ პარადიგმაში მე ვგულისხმობ როგორც პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ასევე უპირველესად იდეოლოგიურ მდგენელს, ანუ ვერ ამოვა იმ ზოგადი პარადიგმიდან, რაც აქვს კოლექტიურ დასავლეთს ერთობლიობაში და მთლიანობაში. და აი ეს მოცემულობა ძირითადად დაკავშირებულია საგარეო ვექტორთან, საგარეო სტრატეგიებთან და იმ ძირითად დოქტრინებთან, თქვათ, რაც ჯერ კიდე ალფრედ მეჰენიდან მოყოლებული, შემდეგ ასე ვთქვათ, მაკინტერის ხაზი და ასე ვთქვათ, დიდი მამები გეოპოლიტიკის, რომლებიც ქმნიდნენ ანგლოსაქსონურ პოლიტიკას, ხო? აი ეს ხაზი, რაც არის ზოგადად საზღვაო ცივილიზაციის დოქტრინა, მონდიალისტური თეორიები, ასე ვთქვათ, მსოფლიო ჰეგემონიაზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკის კურსი, ეს არ შეიძლება. ამაზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია და მე ადრეც ფაქტურად მთელი წლის განმავლობაში ვაფიქსირებდი ჩემას, რომ მიუხედავად ტრამპის, ასე ვთქვათ, თითქოს ესეთი რევოლუციური შემართებისა და დაპირისპირებისა ლიბერალური დემოკრატიის, ვთქვათ, იდეებთან და ამ იდეოლოგიასთან, ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის სტრატეგიული ხაზი, ის რაც გაწერილია ინდოწყნარი ოკეანის სტრატეგიაში, მათ მთავარ სტრატეგიაში, ის რაც გახლავთ, ვთქვათ, ნატოს გაფართოების გლობალური, ვთქვათ, პროექტი, ის რაც, აი, ვთქვათ, არის, როგორ გითხრათ, მთავარი მდგენელები საზღვაო და სახმელეთო ცივილიზაციის ურთიერთმიმართების, თქვათ, ევროპასთან დამოკიდებულებაში, ზოგადად ევრაზიის კონტინენტთან დამოკიდებულებაში, ხო? ეს მთავარი სტრატეგიული ხაზები, რა თქმა უნდა, არ შეიძლება. ანუ ეს არის ზედა ეშელონი, თქვათ, და ქვედა პლასტებში, თქვათ, ხო, რაღაც გადაადგილება, იდეოლოგიური, თქვათ, აქცენტების ცვლილება, თქვათ, ხო, ეს უფრო მე ვფიქრობ
ეს მასაზე გათვლილი მანევრებია, აი თქვენ რაც ბრძანეთ თავიდან, რომ არის თუ არა აი ტრამპის პოლიტიკა ჯერ თქვათ პირველი დღეებია მისი უფლებამოსილების და ვხედავთ ძალიან ისეთ ნაბიჯებს, ხო, მისი გაცხადება ტერიტორიული პრეტენზიები გრენლანდიის, პანამის, კანადის, ზოგადად მექსიკის ყურის შესახებ და ასე შემდეგ, ხო? ჩვენ ამას ცოტა სხვა კუთხით უნდა შევხედოთ, რა თქმა უნდა, ადამიანი, რომელიც ასე ვთქვათ, მიჩვეულია იმ აზრს, რომ მსოფლიოში არსებობს თანაბარ, ესე იგი, მებეზე პარტნიორულ უფლებებზე დამყარებული ურთიერთობები, თანაბარი ლეგიტიმაციის, სუვერენული სახელმწიფოები, საერთაშორისო სამართალი, რომ არსებობს ეს ზოგადი პრინციპები დემოკრატიის, რა თქმა უნდა, ეს ძალიან რთულად მისაღებია, იმიტომ რომ ეს ფაქტიურად ნუ რუსები ბრალდებენ რომ როგორც ახალი ესე იგი ნეოიმპერიების ეპოქა იწყება თქვათ ხო მაგრამ მეორეს მხრივ თუ შევხედავთ ამას თავის დადებითი მომენტიც აქვს იმიტომ რომ საგადმოაზროვნე ადამიანებისთვის სპეციალისტებისთვის ისტორიკოსებისთვის პოლიტოლოგებისთვის ზოგადად ესე იგი ფართო სპექტრის ჰუმანიტარებისთვის მთელი მე-20-21 საუკუნის ისტორიას თუ გადავხედავთ აბსოლუტურად ცხადი იყო რომ ლიბერალური დემოკრატია თავისი არსით ეს იყო ერთგვარი ფანტომი ეს იყო თქვათ აი კეთილდღეობის ზონის ქვეყნებისთვის აი როგორც უწოდებთ და თავის თავს თქვათ დასავლეთი ეს ერთადად იგულისხმება დასავლეთ ევროპა, ცენტრალური და ჩრდილოეთი ევროპა, ამერიკა, ბრიტანეთი, კანადა, ავსტრალია, ახალი ზელანდია, ანუ ესე იგი დასავლეთის ის ბლოკი, რომელიც არის დასავლეთის დიდი იმპერიის მეტროპოლია, თქვათ ბრიტანეთი, ამერიკის თაოსნობით და სადაც იმის ხარჯზე რომ ისინი ფაქტიურად 500 წლის განმავლობაში ფლობდნენ სოფლიო რესურსების უდიდეს ნაწილს და ლოჯისტიკურ ხაზებს, აქედან გამომდინარე მთელი სიმდიდრე მიდიოდა, აი ვთქვათ, აი ამ ესე მარტივად უხეშად რო ვთქვათ, აი ამ იმაში იმპერიის მეტროპოლიაში და აი ამიტომაც იყო, რომ ეს კეთილდღეობის ზონის ქვეყნები გამოირჩეოდნენ, თქვათ, დემოკრატიის მაღალი ხარისხით, ცხოვრების მაღალი დონით, უსაფრთხოების გარანტიებით და ასე შემდეგ და არამც და არამც, იმიტომ რომ ისინი არიან, თქვათ, დანარჩენ სამყაროზე უფრო ჭიერები, უფრო შრომისუნარიანები და ასე შემდეგ. და აი ეს სამყარო ინგრევა. საერთაშორისო სამართალი ამაზე მე დამიწერია კიდევ და ჩვენ გვისაუბრია, რომ დემოკრატიის პროექტი დასავლეთმა დიდი ხანია დახურა უკვე. თავად დახურეს დემოკრატიის პროექტი. სხვათა შორის თვითონ ამერიკელებმა ეს იგრძნეს 2001 წლის ტერაქტის შემდეგ, როდესაც ფაქტიურად ამერიკის შეერთებული შტატები გადაიქცა პოლიციურ სახელმწიფოდ და უპრეცედენტო კონტროლის მექანიზმები შემოიღეს თავად ამერიკის მოსახლეობაზე და პირდაპირ მოუწოდებდნენ, რომ უსაფრთხოების ეგიდით და უსაფრთხოების გამო თქვენ პირადი თავისუფლება და პირადი სივრცის ხელშეუხებლობა უნდა დათმოთ. შემდეგ უკვე ეს ორმაგ სტანდარტებში ძალიან კარგად ჩანდა საგარეო კურსში, როდესაც ესე იგი პირველი ათვლის წერტილი შეიძლება ჩვენ ასე ვთქვათ ეს იყო მისი კოსოვოს ომი, შემდეგ ეს არაბული გაზაფხულების ენია, ერაყი, ლიბია, სირია, თქვათ, შემდეგ უკრაინის მოვლენები. აქ ძალიან კარგად ჩანდა, რომ აქ საერთოდ საუბარი კი ზედმეტი იყო, თქვათ, თავისუფლების სახელით ბრძოლაზე და დემოკრატიული ლიბერალური დემოკრატიის პრინციპების გავრცელებაზე და ნუ ბრძოლის წარმოება იმ ეგიდით, თითქოს აი ეს ასე ვთქვათ, შეჭრა უზარმაზარ გეოსტრატეგიულ არეალებში ეს ზოგადად სოფლიოს, რეგიონის და იმ ხალხების მშვიდობისთვის და კეთილდღეობისთვის კეთდებოდა. ნუ ერაყის კამპანიამ ეს აბსოლუტურად ცხადყო, როდესაც ძალიან მალე გამოაშკარავდა, რომ იქ არანაირი საერთოდ ასე ვთქვათ
ბირთვული თუ ქიმიური იარაღი არ არსებობდა. დიახ, ანუ როდესაც აშკარად გაიფორმა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ეს როლი ჰეგემონის ერთპიროვნული მმართველის თქვა, ხო? მათ არაფერი არ გააკეთეს იმისთვის, რომ აი უზარმაზარ სივრცეებზე, პოსტსაბჭოთა სივრცეზე ან სხვა ახლო აღმოსავლეთში, აფრიკაში, სხვა დიდ გეოსტრატეგიულ არეალებში მართლა დაემყარებინათ მშვიდობა, ლიბერალური დემოკრატიის პრინციპები, ხელი შეეწყოთ ეკონომიკის განვითარებისთვის, წარმოების განვითარებისთვის და ასე შემდეგ. მათ აწარმოებს ანგლოსაქსებისთვის ჩვეული მტაცებლური პოლიტიკა, ყველგან აფინანსებდნენ მარგინალებს და ესე ვთქვათ, აფრიკაში განსაკუთრებით ეს იყო კლასიკა ამის დიქტატორებს და კაციჭამიებს და ამის სანაცვლოდ ესავდნენ რა ქაოსს ასეთ რეგიონებში, ესე იგი კრიტიკულ წიაღისეულს და სიმდიდრეებს, მათი ტრანსნაციონალური კორპორაციები იგდებდნენ ხელში და ამის გარანტი ვთქვათ, აი ამგვარი ქმედების იყო მათი სამხედრო ძლიერება, თითქმის 900-მდე სამხედრო ეს რა ქვია ბაზა მთელი მსოფლიოს მასშტაბით და რომ ისინი ფაქტიურად ევრაზიის კონტინენტის ლოჯისტიკურ ხაზებს მთლიანად აკონტროლებდნენ. ეს სიტუაცია შეცვალა ისევ ასე ვთქვათ გამომდინარე იქიდან რომ ჩვენი ცივილიზაცია ძალის პარადიგმას ემყარება, შეცვალა მეორე პოლუსზე ახალი იარაღის გამოჩენამ, ჰიპერბგერითი იარაღის შექმნამ შეცვალა აბსოლუტურად ძალის ბალანსი და რა თქმა უნდა ეს ვერ დარჩებოდა ამერიკის შეერთებული შტატების უპირატესობა გახდა ამ შემთხვევაში. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მათ ჰეგემონია შეექმნა საფრთხე და ეს იყო უბრალოდ დროის საკითხი, რომ ეს დიდი, ასე ვთქვათ, ორი ცენტრი, ძალის ცენტრი, რუსეთი და ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიმე, ასე ვთქვათ, პროქსი ქვეყნის ტერიტორიაზე აუცილებლად შეეჯახებოდა ერთმანეთს. აი ამ პროცესებს ფაქტურად რაში ეცით საქმე? ჩვენ თუ არ გავიაზრეთ ამ პროცესის აი მასშტაბური გეოპოლიტიკური კონტექსტი და ჩვენ თუ აი თუნდაც ტრამპის ფენომენს ვთქვათ ან მიმდინარე გეოპოლიტიკურ პროცესებს შევხედეთ აი რაღაცა ფრაგმენტულად ამოვარდნილ კონტექსტში, ხო? ჩვენ ვერ დავინახავთ მთლიანობით სურათს. არადა მთლიანობითი სურათის არ დანახვა დღევანდელ დღეს ჩვენნაირი პატარა სახელმწიფოსთვის და უაღრესად საშის გეოპოლიტიკური თვალსაზრისით და ძალიან დიდი გამოწვევების მქონე არეალში ცხოვრების სახელმწიფოსთვის ეს უბრალოდ ძალიან დიდი საფრთხის შემცველია და როგორ გითხრათ, არასწორი გეოპოლიტიკური სვლა ერთი ნაბიჯის წაცდენაც კიდე ჩვენ სახელმწიფოს დავკარგავთ. ანუ მე იმის თქმა მინდა, რომ ტრამპი ეს არ არის ამოვარდნილი ფიგურა. ფაქტიურად დასავლეთმა ვერ შეინარჩუნა ჰეგემონია, მსოფლიო ჰეგემონის როლი მათ ვერ შეინარჩუნეს, იმიტომ რომ გარდა ამ ჰიპერგერითი იარაღის შექმნისა, რა თქმა უნდა, არის მთელი რიგი ცივილიზაციური და ისტორიული პროცესები, ანუ მისი უდიდებულესობა, დროის შიდა კანონზომიერებები, რომელსაც ყველა ექვემდებარება და დღესდღეობით ვერც ერთი იმპერია არ არსებობს იმპერია და არსებობს ძალის ცენტრი, რომელიც თქვათ, გაუწევდა წინააღმდეგობას ამ ძლავრ ფაქტორს, ღმერთის ფაქტორსაც უწოდებენ ამას და აქედან გამომდინარე დაიწყო აი ჰეგემონის დაღმასვლის პროცესი. ამან გამოიწვია ის, რომ ალტერნატიული ძალის ცენტრები გლობალური აღმოსავლეთის და გლობალური სამხრეთის სახით, ასე ვთქვათ, გაძლიერდნენ და აღიჭურვენ გეოპოლიტიკური ასე ვთქვათ, მაღალი გეოპოლიტიკური სტატუსის იმ კომპონენტებით, როგორიც არის ტერიტორია, მოსახლეობა, მძლავრი ეკონომიკა, რაც მთავარია, ყველაზე მთავარი რა თქმა უნდა სამხედრო კომპონენტია და ესე იგი ეხლა გვაქვს ჩვენ მოცემულობა ერთის მხრივ გლობალური დასავლეთი, მეორე მხრივ გლობალური აღმოსავლეთი, ძალიან მზარდი პოტენციით გლობალური სამხრეთი. და აი ამან უკვე ეს ისეთ კოლიზიაში შევიდა და ამან უკვე ისეთ ინერციული სვლა იყო, რომ დასავლეთის მესვეურებმაც დაინახეს, რომ ისინი ვერ ინარჩუნებენ ერთპოლუსიან სამყაროს, ვერ ინარჩუნებენ მსოფლიო ჰეგემონიას. და აქედან ლოგიკური სვლა ეს რეალურად ტრამპის აი ეს ქმედება ტერიტორიული გაფართოების შესახებ, ხო? აი ამ კონსტრუქციაში, ამ უსაფრთხოების გეოპოლიტიკის კონსტრუქციაში, რომელიც თავისთავად ბუნებრივი სვლით ახლა მსოფლიოში დგინდება, ეს არის ლოგიკური ნაბიჯი. და ნორმალურად არ ჭირდებოდა ამის გაკეთება. მსოფლიო ჰეგემონია იყო და ისედაც ყველაფერს მართავდა, რადგან მას შეუზღუდეს მოქმედების არეალი
თავარმა ძალის ცენტრებმა, რუსეთმა და ჩინეთმა და მათ შორის რეგიონალურმა მოთამაშეებმა მათთან ერთად, ამიტომ ის იწყებს გამსხვილებას. აი ამ კუთხით თუ შევხედავთ ჩვენ, თქვათ, ხო? აი ფართო პლანი. ლოგიკურია. ეს ნიშნავს იმას, რომ ტრამპმა და დასავლეთმა მიიღო ეს თამაში, ესე თქვათ, მეტი გზა მათ არც ჰქონდათ, კაცმა რომ თქვათ, ანუ მე ერთ სტატიაში ერთი წლის წინ წერდი, რომ მრავალპოლარული სამყაროს დადგენას წინ ვერაფერი დაუდგება. ჯობს დასავლეთმა მიიღოს ეს მოცემულობა და აი ამის შესაბამისობაში მოიქცეს და დათანხმდეს იმ გეოპოლიტიკურ კონსტრუქციებს და იმ დიდ გეოსტრატეგიულ არეალებს, რაც აი ერთი ძლიერი ცენტრის არსებობის შემთხვევაში იქნებოდა მისი დაფარვის ზონა. და ფაქტიურად ამას აკეთებს, იმიტომ რომ მან ფაქტიურად გააცოცხლა მონროს დოქტრინა, ჯეიმს მონროს დოქტრინა, ჯეიმს მონრო გახდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი გახდა 1923 წელს არის ისე ჯონ ადამსის დაწერილი ეს დოქტრინა 1923 წელს არის მიღებული და მთავარი არსი ამ დოქტრინის ის არის რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ ჩაერევა ევროპის სამხედრო პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში, მაგრამ ამის საპირწონედ არც ევროპა და ანუ არც სხვა ასე ვთქვათ მოთამაშეები დასავლეთ ნახევარსფეროში, ანუ ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, ამერიკა უნდა ყოფილიყო სრული ჰეგემონი სამხედრო, პოლიტიკური და რაც თავია ეკონომიკური კუთხით. აი ფაქტურად ჩვენ ხედავთ ერთის მხრივ მონროს დოქტრინის აი ამ რეაბილიტაციას გამომდინარე იქიდან, რომ დღეს ამერიკის შეერთებული შტატები უკვე დადგინდა ეს, რომ არის მსოფლიოში ძალის ცენტრიდან ერთ-ერთი, სამი ძალის ცენტრი რუსეთი, ჩინეთი და ამერიკის შეერთებული შტატები, ეს ძალის ცენტრი იწყებს თავისი გეოპოლიტიკური პარამეტრის გაზრდას, გამსხვილებას. მე ამას კი არ ვამართლებ და კი არ მომწონს, მაგრამ ამ კონსტრუქციაში ეს ლოგიკური სვლა, იწყებს გაფართოებას, ამბობს, რომ მე ესე იგი შემეზღუდა არეალი, მაშინ მე გავძლიერდები. და რა თქმა უნდა, ის იწყებს იმ გეოსტრატეგიული არეალების მონიშვნას, რაც მისი პოლიტიკური და საგარეო უსაფრთხოებისთვის და ეკონომიკური ძლიერებისთვის არის უმნიშვნელოვანესი. აქ მთავარია ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ აი გეოპოლიტიკური სტატუსი ქვეყნის რითი განისაზღვრება, თქვათ, ხო? ტერიტორიით, მოსახლეობით, მისი, რა თქმა უნდა, სამხედრო კომპონენტი აქ უმთავრესია, სამხედრო ძლიერებით, ეკონომიკური ძლიერებით, ესე იგი ლოჯისტიკური ხაზების ფლობით და თვითკმარი, რამდენად თვითკმარია, თქვათ, სახელმწიფო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი, რამდენიმე კომპონენტში, მაგალითად, რუსეთს და აი, მის მოსახლეობის კომპონენტში და ტერიტორიის კომპონენტში რუსეთს და ჩინეთს ჩამორჩება. ამიტომ ეს ძალის ცენტრი ცდილობს აი ეს კომპონენტი, რაც არის ფართობი, ტერიტორიის და მოსახლეობა. ეს შეივსოს, ასე ვთქვათ, ეს კანადას უმართლა შეიერთა, კი გამოდის რუსეთზე დიდი ტერიტორია. და გარდა ამისა, აი თავიდან რაც თქვი, მე ბოდის ვიხდი თავიდან გამდინერ კიდე რა, ყველაფერი მინდა ერთთლიანობაში და თავიდან ცოტა ისე ვისაუბრე გაბნეულად. ანუ როდესაც მე აქცენტს ვაკეთებ, რომ ეს იგი სტრატეგიული მიმართულება ამერიკის შეერთებული შტატების არ შეიცვლება და აი რაც წერია მათ დოქტრინალურ დოკუმენტებში და ბოლო სტრატეგიაში, რაც არის ინდოწყნარი ოკეანის სტრატეგია, თუნდაც ნატოს ინტეგრაციული თავდაცვის სტრატეგია, თქვათ, ხო, 2022 წლიდან უკვე ნატოს მიერ გახმოვანებულ ახალ სტრატეგიებში ჩნდება არქტიკა 2022 წლის მადრიდის სამიტზე, როგორც სავარაუდო არეალი ახალი სამხედრო მოქმედებების და ეს პირდაპირ უკავშირდება ჩრდილოეთ სამხრეთ აი ამ ყინულოვან ოკეანეს და აი ამ ასე რა ქვია რუსეთის საზღვაო გზას. ალბათ გრენლანდიის მიმართ ინტერნეტის რა თქმა უნდა, თავის დროზე, ესე იგი რა, ერთი წლის წინ ფინეთის და შვედეთის ნატოში შესვლაც იყო აი ამ არქტიკის მიმართულებით განპირობებული, რომ მათი ასე ვთქვათ პოზიციები აი ამ ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეში და აი ამ საზღვაო გზაზე გაძლიერებული იყო და გრენლანდიის მიერთებაც, რა თქმა უნდა, ამას ემსახურება. ანუ არქტიკა იქნება ბრძოლის ერთ-ერთი სტრატეგიული არეალი და ამ კუთხით მნიშვნელოვანი არის ისიც რა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის დროს გორბაჩოვმა და შევარდნაძემ მოაწერეს რაღაც ხელშეკრულებას ხელი, რომელსაც ყველაზე დიდ ღალატად უთვლიან ამ ორ ადამიანს, მაგრამ
რატიფიცირება არ მომხდარა პარლამენტის მიერ. რომ ესე იგი რაღაც უფლებები ჩრდილოეთ ესე იგი საზღვაო გზაზე ამერიკის სად იყო დათმობილი, დიახ, დათმობილი და იქ რაღაცა აი ვთქვათ, აი ეს ახლა ეს დოკუმენტი თუმცა გასაჯაროებულია, მაგრამ მე ჯერჯერობით ვერ მოვიძიე, მაგრამ ამ ბოლო დროს აი რუსულ ანალიტიკურ წრეებში აი ეს დიდი ცოდვა შევარდნაძეს და გორბაჩოვს გაუხსენეს და აღნიშნეს, რომ მადლობა აღმეს, რომ პარლამენტს არ გაუკეთებია ამის რატიფიცირება. ასევე მე მახსოვს წინა თავდაცვის მინისტრი ამერიკის შეერთებული შტატების ლოიდი დიახ, აი ნატოს სამიტამდე მან გააკეთა ესეთი განცხადება, რომ ჩრდილოყინულოვანი ოკეანე და ჩრდილოეთის მაგისტრალი ეს არის სოფლიო საზოგადოების საკუთრება. როდესაც ამერიკელები ესეთ განცხადებას აკეთებენ, ჩვენი საკუთრება. ანუ არქტიკის მონიშვნა და არქტიკაზე, ასე ვთქვათ, ანგლოსაქსების მიპყრობილი თვალი ეს აი აშკარად უკვე გამოჩნდა აი პირველად 2018 წლის რამდენიმე პუბლიკაციაში, ვთქვათ, ნატოს შესახებ, სადაც აი ამ ანაკონდას რკალის კონტექსტში ნახსენები იყო მათ შორის არქტიკაც. ასე რომ რაც ხდება ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებში და ეს ტრამპის ახალი პოლიტიკა, ეს არ არის პიროვნული ფაქტორით განპირობებული, რომ ტრამპი არის ექსცენტრიული და ჯიჟი და ესა. უბრალოდ დაიშალა, ანუ აქამდეც რეალურად ამ ბატალიებში, როდესაც შევიდნენ რუსეთთან, უკვე ცხადი იყო ეს ბოლო 2 წელი, რომ ორი ძალის ცენტრი აშკარად იყო სახეზე რუსეთის და ჩინეთის სახით ტრამპის ეს ნაბიჯი მიუთითებს იმაზე, რომ ფაქტურად მიიღეს მათ ეს მოცემულობა, მაგრამ ეს ნიშნავს იმას, რომ მათ დაიწყეს თავიანთ გეოპოლიტიკური სტატუსის ამაღლებაზე ფიქრი და ეს ორ კომპონენტში გამოიხატა ტერიტორიული გამსხვილება, გაფართოება და მოსახლეობის შემატება. ასევე თვითკმარობის კუთხით გრენლანდია, ასევე კანადა ცნობილია, რომ კრიტიკული წიაღისეულით არის ძალიან მდიდარი და უსაფრთხოების თვალსაზრისით თავისთავადად, რა თქმა უნდა, სტრატეგიული არეები, რაც არის ჩრდილოყინულოვანი ოკეანის მიმართებით ეს გრენლანდიის, კანადის, ასევე პანამის არხი, ასევე მექსიკის ყურე, რომელსაც ტრამპი იმუქრება, რომ ამერიკის ყურეს დავარქმევო, ასევე პერუს მიმართ ინტერესი, ვთქვათ, სადაც ჩინეთი არის ძალიან ცეთი მსხვილი პორტის წარმოდგენილი. მოკლედ, რადგან შეზღუდეს არეალში და ჰეგემონის სტატუსი წაართვეს ამერიკას, ის დასავლეთ ნახევარსფეროს არავის არ დაუთმობს, მაგრამ არც მეორე მიმართულებაზე იტყვის უარს, რაც არის ინდოწყნარი ოკეანე, იმიტომ რომ საზღვაო ცივილიზაციის, ასე იგი, მთავარი ქვეყნისთვის ეს მათი სახლია. და ამ შემთხვევაში ჩვენ ასე ვხედავთ ამერიკის შეერთებული შტატების როგორც სახელმწიფოს ორმაგი ბუნების გააქტიურებას. ის არის როგორც სახმელეთო, ასევე საზღვაო ცივილიზაცია. საზღვაო ცივილიზაცია ფუნდამენტურად თავიდანვე არის, მაგრამ აი ამ გაფართოებით, რასაც ახლა ჩვენ ვუყურებთ, ანუ მონროს დოქტრინის რეფორმატირებით, ის სახმელეთო ცივილიზაციის სტატუსსაც იძენს. ამის შესახებ სხვათა შორის 2015 წელს გამოცემულ მონოგრაფიაში, რომელიც 4 წიგნად გამოვიდა ბატონი ვახტანგ ტატუნაშვილი, რომელიც გახლავთ ბრწყინვალე გეოპოლიტიკოსი და ბატონმა ზურაბ მანჯავიძემ ბატონ ვახტანგთან ერთად ეს გეოპოლიტიკის ნარკვევები შესანიშნავი ნაშრომი დადევს, იქ საუბარია ამაზე და მე მინდა ვთქვა, რომ ძალიან ბევრი ანალიტიკური ცენტრი ვერ დაიკვეხნის აი ამგვარი პროგნოზით. იქ საუბარია მეორე ტომში იმაზე, რომ იმ შემთხვევაში თუ ამერიკა ჩამოლაბორანტდება, ასე ვთქვათ, რომ ის აუცილებლად დაიწყებს ტერიტორიულ გაფართოებას, მაგრამ საშიშროება რა არის? აი დავასრულებ. ესე იგი ამერიკის მაგალითი წარმოგაძლო, ესე იგი აი ეს წყალი, ვთქვათ, ხო, არ ესე იგი ისედაც ახლა ჩვენს რეგიონში ამის ნაკლებობას არ უჩიოდნენ ჩვენი ძალის ცენტრები და რეგიონალური მოთამაშეები, განსაკუთრებით თურქეთი. და აი ამ ფონზე, ვთქვათ, სხვა ძალის ცენტრებმა და რეგიონალურმა მოთამაშეებმაც თუ დაიწყეს და ეს პროცესი დაწყებულია, დაიწყეს, ასე ვთქვათ, გამსხვილება ჩვენ ყველა ძალის ცენტრი და ყველა რეგიონალური მოთამაშე ყველა გვფარავს, ასე ვთქვათ. კი, აი ეს მინდოდა მეკითხა მაყურებელსაც, რომ თუ კი ამერიკა იწყებს ასეთ პოლიტიკას, თუ კი ამერიკა აღიარებს, რომ აი საერთაშორისო სამართალიც არ მაინტერესებს და ეხლა
ეხა იმ შემთხვევაში, როდესაც რუსეთთან არის ხოლმე პრეტენზია, რომ სხვის ტერიტორიებზე უდგას თვალიო, აქ კი მაინც ის მომენტია, რომ რუსეთი რაღაც ესე მტრულად განწყობილ სახელმწიფო შეიძლება თავის მოკავშირეებს გასულ დანიას მისასართმებს და კანადა, ნუ საერთოდ ხო უახლოესი მოკავშირეა, მთლიანად ანექსიაზე ლაპარაკობს კანადის, ანუ იმაზე არ არის ლაპარაკი, რომ რაღაც ტერიტორია დამითმოს. თუ კი ამერიკა იწყებს ასე მოქმედებას, ეს ხო დანარჩენ სახელმწიფოებსაც, რეგიონულ ძალებს თუ გლობალურ ძალებს უხსნის. შეიძლება ითქვას, რომ აი ზოგადი პოლიტიკური ტენდენცია, რომელიც ესე კი აი როგორც აი დესტრუქციული ტალღები გადაულის. ჩვენ აი ამ შემთხვევაში კონკრეტულად კავკასიისთვის ვინ არის დღეს რეგიონში დომინანტი მოთამაშე, ვის მოედანზეა ბურთი, ჩვენთან არის სამი დიდი მოთამაშე, ხო? ნუ უშუალოდ ჩვენს რეგიონში ეს არის რუსეთი, ირანი, თურქეთი. ირანს სერიოზული პრობლემები აქვს, როგორც ჩანს, მისი შეიტური ფარი, წინააღმდეგობის ფარი პრაქტიკულად მორღვეულია. თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენ გვახსენდება, რომ იგივე ირანმა და რუსეთმა 17 იანვარს მოხდა ეს ფუსორად მახსოვს დადეს სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებები. ამერიკაც 17 იანვარს კი ბატონო, იყო თუ არა ეს გადაწყვეტილება, მოდი პირველ რიგში ამას გითხავთ, თურქეთის ექსპანსიის შემაკავებელი გადაწყვეტილება. ეს დიდი ხნით ადრე იყო დაგეგმილი. 2022 წლის მაისში თუ ივნისში მე არ მახსოვს, მე თქვენთან ვიყავი სტუმრად თუ ზურაბთან, ესე ზუსტად არ მახსოვს, ალტინფოს ეთერში. ვისაუბრე მე ამის თაობაზე, რომ მომავალში გარდაუვალია რუსეთი, ჩინეთი, ირანის სამხედრო პოლიტიკური კავშირი. ამერიკის გააქტიურებასთან ერთად, ესე იგი, ისევ აი ამ გეოპოლიტიკაზე დაყრდნობით და გეოპოლიტიკის ფუნდამენტურ ნაშრომებზე დაყრდნობით, რაც მაკინტერი, შმიდტის, კარლ-ჰაუსჰოფერის შრომებში არის ეს აღწერილი, ვთქვათ, ხო? მე ვამბობდი, რომ ესე იგი აგრესიული ქმედება ამერიკის აუცილებლად გამოიწვევს მათ შეკავშირებას და ნიშნები ამისი რუსეთ-ჩინეთის, ვთქვათ, ეკონომიკური მეში, ვთქვათ, ეს ძალიან კარგად ჩანდა. ჩინეთის შუამავლობა ირანსა და საუდის არაბეთს შორის დიპლომატიური 7 წლიანი პაუზის შემდეგ დიპლომატიური ასე თქვათ ურთიერთობის აღდგენის საქმეში ეს ერთი და მეორე ის რომ ესე იგი მაშინ დაიწყო ინტენსიური მასშტაბური სახმელეთო უკეთესად საზღვაო წვრთნები მეში სპარსეთის ყურეში, ომანის ყურეში, რუსეთ-ჩინეთ, ირანის. და ასევე ეკონომიკური კომპონენტი, აი ჩინეთი შევიდა 425 მილიარდიანი ინვესტიციით ირანში, ირანის მთლიანად საგზაო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის გამართვით 425 ასევე გაფორმდა ჩინეთსა და იმას ირანს შორის სტრატეგიული ხელშეკრულება და მე მაშინ ვთქვი რომ ეს გამომდინარე იქიდან რომ დღევანდელ დღეს ყველაფერს განსაზღვრავს გლობალური გეოპოლიტიკის სტრატეგია და ყველა ძალის ცენტრი ძალიან მაღლა წევს თამასას ეს ამაღლდება სამხედრო სტრატეგიულ კავშირამდე და მაშინ არც თუ ახალი გამოსული ვიყავი თქვათ ასპარეზზე აი ამ გეოპოლიტიკის ანალიზი და ნუ აი ძალიან წარედ მომცა შენიშვნა რომ აი ძალიან ბევრს იღებს შენ თავზე სოფო მაგრამ ნუ ასე ვხედავდი და ასე ვთქვი დღეს ეს უკვე თქვათ ხო არის მოცემულობა რომ რუსეთსა და ირანს შორის გაფორმდა არა მარტო ყოვლის მომცველი ხელშეკრულება, ანუ სამხედრო სტრატეგიული ხელშეკრულება, მათ შორის არის პუნქტები და ვარაუდობენ ეს არის აი ბირთვულს ეხება, ბირთვულ სფეროს არის ასე ვთქვათ გასაიდუმლოებული პუნქტები. ისევე როგორც გასაიდუმლოებული პუნქტებია რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის გაფორმებული ხელშეკრულება სამხედრო პოლიტიკური კავშირი და ზოგადად ეს ორი სამკუთხედი სამხედრო სტრატეგიული კავშირების იმ ეკონომიკურ ყოვლის მომცველ მილიარდიან პაკეტებთან ერთად, რაც არის გაფორმებული რუსეთი, ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეა, რუსეთი, ჩინეთი, ირანი. ეს ორი სამკუთხედი მონაწილეობს ყველაფერში და ამ ორი სამკუთხედის გავლენა ირიბი თუ პირდაპირი ჩანს ყველგან და გამოჩნდება ყველგან ნებისმიერ გეოსტრატეგიულ არეალში. ეს არის სამხრეთ-კავკასია, ეს არის ცენტრალური აზია, ეს არის ახლო აღმოსავლეთი. ანუ რუსეთმა ფაქტურად წინსწრებით დაიწყეს რუსეთმა და ირანმა ამისთვის მზადება და ვინ ჩახედულია ახლა დიპლომატიაში და აი ამ თვითონ მასში თქვათ. ხო, ასეთი სტრატეგიები არ მზადება 1 და 2 წელიწადში. მე ვფიქრობ, რომ
ომის დაწყებისთანავე, აი მაშინ როდესაც აი ეს დავასახელი 2022 წლები და ერთობლივი სამხედრო საზღვაო წლები ხო, უკვე მაშინაც ჩანდა ძალიან ხშირი ვიზიტები ლავროვის ირანში, შემდეგ შუამავლობა აფრიკასა და ირანს შორის, თქვა ჰაკი მისი რა ქვია თურქეთის საგარეო მინისტრის და ჰაკან ფიდანის და ის ვინც დაიღუპა მისი ირანის ესე იგი როგორ ისიც რომ აი მოსკოვში უკრაინაში ასე ვთქვათ აფრიკაში ვიზიტა და შუალედებში მოსკოვში ანუ ის რომ ინტენსიური კავშირი და შეთანხმებდა ზოგადად ის რომ დღევანდელი პოლიტიკის უმეტესი ნაწილი არის კულუარებში გადასული ესეც ლოგიკურია და ესეც დრო მოიტანა, რადგანაც ძველი წესრიგი დაირღვა, საერთაშორისო სამართალი აღარ არსებობს, ახალი, ასე ვთქვათ, არ არის აწყობილი და დადგენილი და ყველა ძალის ცენტრი არის აი სიტუაციური რეაგირების რეჟიმში. და აქედან გამომდინარე, თქვენ რაც ბრძანეთ, დიახ, თქვენ სწორი აქცენტით დასვით, რუსეთ-ჩინეთის სტრატეგიული კავშირი, რა თქმა უნდა, პასუხი იყო, შეიძლება ითქვას, წინსწრებით პასუხი აი ამ მასე. თუმედებაზე და თურქეთის აი თურქეთს აკითხი მინდოდა უბრალოდ სანამ ამაზე ვისაუბრებთ ერთი ვიდეო რომელიც თქვენ მომაწოდეთ სხვათა შორის ეს არ არის ახალი ვიდეო წინა წელს არის ჩაწერილი არსებობს ასეთი ადამიანი რომელიც ეს გახლავთ ჩეჩნეთის მეთაური ასე ვთქვათ ჩეჩენის ეს არის დევნილი მთავრობის დევნილი მთავრობის ის კი როდესაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ როდესაც კავკასია იბრძოდა დამოუკიდებლობისთვის აი დევნილი მთავრობის დღევანდელი წარმომადგენელი დევნილი მთავრობის რომლებიც ძირითადად არიან ან ყაზახეთში ან ბრიტანეთში და ესეც ნიშანდობლივია კი თუმცა ეს ადამიანი როგორც თვითონ ამბობს მას აქვს კავშირი და ის წარმოადგენს ერთგვარად იმ ძალებს რომლებიც იბრძოდნენ კავკასიურ ძალებს, კავკასიურ წარმოშობის ხალხს, რომლებიც იბრძოდნენ როგორც სირიაში, ასადის რეჟიმის წინააღმდეგ, ასევე იბრძვიან უკრაინაში, უკრაინის მხარეს. და ისლამური სახელმწიფოს რიგებში სხვათა შორის. და ასევე ისლამური სახელმწიფო. ეს აქ არის საუბარი ჩრდილო კავკასიაში მცხოვრებ ხალხებზე, ამას მივაქციოთ ყურადღება და მე მინდა უბრალოდ მაყურებელს მოვასმენინოთ, რომლებიც უპირისპირდებიან ახლანდელ ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკის ახლანდელ ოფიციალურ წარმომადგენლებს და რუსეთის ფედერაციას ესენი გამოცხადებული მტრები პირდაპირ ამ ვიდეოში საუბრობენ იმაზე, როგორ უნდა შეიჭრან რუსეთის ტერიტორიაზე საქართველოს გავლით, როგორ უნდა გამოიყენონ საქართველო იმისთვის, რომ ჩვენ ვიყოთ პლაცდარმი მათთვის რუსეთის წინააღმდეგ ომში და თუ შეიძლება აი თხოვ რეჟისორს რომ გაუშვას ეს გამოიყენონ ის სიტუაცია, ასე ვთქვათ. ეს გავარჩიოთ ეს მომენტი. Я всегда говорил, и это не секрет. მე ყოველთვის ვამბობდი და ეს არ არის აიდუმლო, რომ იდლიბში იმყოფებოდნენ კავკასიელები, ჩეჩნებიც და სხვებიც. ეს ის ხალხია, რომლებსაც თურქეთი არ იღებდა საკუთარ ტერიტორიაზე და რომლებიც აქტიურად ებრძოდნენ ასადის რეჟიმს. ეს ასადის წინააღმდეგ მებრძოლი ოპოზიციური არმიის ნაწილია. ისინი ამბობენ, ჩვენ აქ ჩვენ საქმეს გავაკეთებთ, მაგრამ ჩვენი მიზანი დაბრუნება და სამშობლოს გათავისუფლება. აქ სხვა ამბავიცაა. უკრაინაში მებრძოლი ჩრდილო კავკასიელების მეთაურმა აბდულ ჰაკიმ შიშანმა და ქართული შენაერთების ხელმძღვანელმა ასევე გააკეთეს განცხადება, რომ საჭიროების შემთხვევაში მზად არიან ჩავიდნენ საქართველოში და ქართველები დაიცვან რუსებისგან. ახლა კი წარმოიდგინეთ ასეთი სურათი. კავკასიელები, რომლებიც იბრძვიან უკრაინაში და ისინი, რომლებიც ებრძოდნენ სირიაში ასადს, აკეთებენ ერთი და იგივე შინაარსის განცხადებას. И будут защищать грузин в случае нашествия. Я, например, как президент Ассамблеи народов Кавказа, მაგალითად, მე, როგორც კავკასიის ხალხების ასამბლეის პრეზიდენტმა, პრეზიდიუმში მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად გამოვაქვეყნე მიმართვა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილისადმი. ვინაიდან არსებობს საფრთხე რუსეთის მხრიდან, რომ გარკვეული აქტივობები ჰქონდეთ საქართველოს წინააღმდეგ, რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტის და ოპოზიციის მიმართვის საფუძველზე ჩრდილო კავკასიელი ხალხი მზად ვართ ვიომოთ ქართველებთან ერთად რუსების წინააღმდეგ. მე ვფიქრობ, ჩვენს მიმართვას ყურადღებით მოისმენენ. ჩვენ უკვე გვქონდა და ახლაც გავდივართ კონსულტაციებს. ახლა კი გეტყვით სხვა ამბავს. თურქეთში ცხოვრობს კავკასიური წარმოშობის უამრავი ადამიანი, რომლებიც უკრაინის კონფლიქტში გარკვეული მიზეზების გამო ვერ ჩაერთვნენ.
თუმცა, როდესაც საქართველოში მოხდება ომი, როცა საქართველოში შეიჭრებიან, ყველაფერი სხვაგვარად იქნება. ამიტომ მე ვფიქრობ, ასეთ დროს ყველას, ვისაც ქართველებთან ერთად რუსეთის წინააღმდეგ ომი ენდომება, თურქეთი უბრალოდ გაუხსნის გზას. უფრო მეტიც, ისინი მიიღებენ ყველაფერს, რაც საჭიროა აქტიური საბრძოლო მოქმედებების წარმოებისთვის. Эти люди пойдут, больше того, они получат все, что им нужно для ведения активной войны. კი ბატონო, ეს იყო რაც მინდოდა მე ჩვენებინა მაყურებლისთვისაც. ეს ადამიანი რუსლან კუტაევი არ ვიცი რამდენად გავლენიანი ადამიანი არის და ზოგადად რამდენად ამ ადამიანს რუას ეკითხებიან, მაგრამ მე აი ორი მომენტი მომხვდა ყურში ძალიან. პირველი, მან თქვა, ეს ვიდეო მინდა გითხრათ, რომ არის ჩაწერილი მაშინ და გამოქვეყნებული, როდესაც ჯერ კიდევ სალომე ზურაბიშვილი ოფიციალურად იყო ქვეყნის პრეზიდენტი, სირიის მოვლენები რო ვითარდებოდა, ანუ წინა წლის შემოდგომაზე არის საუბარი, სირიის მოვლენების პარალელურად ჩვენთანაც დაიწყო არეულობა და აი სწორედ მაშინ არის ჩაწერილი ეს ვიდეო. ეს ადამიანი ამბობს, რომ ჩვენ გვაქვს კონსულტაციები, გვქონდა და გვაქვს კონსულტაციები პრეზიდენტ ზურაბიშვილთან, ოპოზიციასთან და ჩვენ მზად ვართ, რომ ქართველებს დავეხმაროთ რუსების წინააღმდეგ ომში. და მეორე, როდესაც ეს ადამიანი საუბრობდა, მე დამჩაში დაბეჭდილება თითქოს აი რაღაც წინასწარ დაწერილ გეგმას კითხულობდა. ის ამბობს ასეთ ფრაზას, რომ უკრაინაში ვერ იომება ბევრმა კავკასიელმა რაღაც მიზეზებით, მაგრამ როდესაც საქართველოში იქნება ომი, როცა საქართველოში შეიჭრებიან, ანუ ის თითქოს ის ამბობს, რომ ეს რაღაც ეს თითქოს გარდაუვალი მოვლენაა. ის არ იყენებს სიტყვას თუ ან ასეთ შემთხვევაში არა, როცა ეს მოხდება. და თან აი ისეთი ძალიან დიდი ავოდ კაგდა გრუზი Когда в Грузии, значит, აი მაშინ აი ესე კი. და ის საუბრობს რა თქმა უნდა თურქეთის როლზე. რამდენად დიდია ეს საფრთხე მართლაც, რომ სირიის მოვლენების კვალდაკვალ და სირია ჩვენი მეზობელია, არ არის ეს რაღაც სხვა პლანეტაზე არსებული სახელმწიფო, ხო, ჩვენი რეგიონის ნაწილია. რამდენად არის საფრთხე, რომ მართლაც იქ მებრძოლებმა, მათ შორის უკრაინაში მებრძოლებმაც გადაწყვიტონ რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა და ამისათვის საქართველოს გამოიყენონ როგორც პლაცდარმი. ჩვენთან უნდა იყოს არეულობა იმისთვის, რომ საქართველოს გახდეს ასე ვთქვათ, თავისუფალი დერეფანი, ხო? ეს არის ძალიან ძველი სქემა სამხრეთ კავკასიის აფეთქება ჩრდილოეთ კავკასიის ვექტორით. მოგეხსენებათ, ჩრდილოეთ კავკასია გახლავთ რუსეთის, აი რუსულად ვიტყვი, ლёгкая подбрюшье, ანუ აქილევსის ქუსლი, ყველაზე მოწყვლადი არეალი, საიდანაც ყველაზე ადვილად შეიძლება რუსეთის დაშლა. ერთ მხარეს ყუბანი, მეორე მხარეს ეს ვოლგისპირეთის ანკლავები, იქ ცენტრალური აზია, ეს თურქმანული ტომები და გარდა ამისა, აი ამ სარტყლის ცენტრალური ნაწილი. ზოგადად უნდა ვთქვათ, რომ ესეც აი როგორ გითხრათ, გეოპოლიტიკის მოცემულობა, რომ სირიაში განვითარებულ მოვლენების ნებისმიერ ასპექტში და ნებისმიერ ისტორიულ მოცემულობაში თქვათ, ხო? აქვს განვითარების ორი ვექტორი. თავისთავად ეს ორი ვექტორი ჩადებულია. ხა მეორე საკითხია, ამას გააქტიურებენ თუ არა. ეს არის ირანი და ეს არის სამხრეთ კავკასია, ჩრდილო კავკასიის შემდგომი მითი, ასე ვთქვათ, განვითარების ვექტორით, რაც თქვი, ანუ სირია, აი ვთქვათ, დასავლეთისთვის შავი და ხმელთაშუა ზღვების კონტექსტში და აი ზოგადად აი იმ კონტექსტში რო ის კეტავს, ასე ვთქვათ, აი ანუ სამი გეოპოლიტიკური პლასტის ასე გადაკვეთის წერტილში ერთ-ერთი საყრდენი წერტილია, ხო? სირიას მეორეს მხრივ ეძახიან მისი დასავლეთის ლёгкая подбрюшье, ანუ ნატოს ბლოკის აი ამ მოწყვლად წერტილს, მაგრამ სამივე აქტორისთვის, ირანისთვის, რუსეთისთვის და კოლექტიური დასავლეთისთვის სირია ეს გახლავთ, როგორ გითხრათ, აი მართლაც რომ სტრატეგიული მნიშვნელობისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი და უაღრესად მტკივნეული წერტილი. ანუ დამაგრებისთვის ეს კონსტრუქცია ყველასთვის მნიშვნელოვანია, ამათი გეოპოლიტიკური კონსტრუქციებისთვის, როგორც დამაგრების წერტილი და განვითარების ვექტორები უსაფრთხოების კუთხით უმნიშვნელოვანესია რუსეთისთვის და ირანისთვის და თავიანთი გეოსტრატეგიული გეგმების განხორციელების კუთხით ასევე უაღრესად მნიშვნელოვანია იმისთვის დასავლეთ ბლოკისთვის და რომელი მხარეს არ უნდა გეგმავდეს, რამე სირიიდან უნდა დაიწყოს მოქმედება. მნიშვნელოვანია, დიახ, ანუ ეს არის როგორ გითხრათ, ხო? აი ეს ერთი საკვანძო წერტილი და თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ სირიაში განვითარებული მოვლენები ეს ძალიან დიდი დარტყმა ირანისთვის, რადგანაც ესე იგი წინააღმდეგობის რკალი, რასაც ქვია ეს შიიტური ფარი, ვთქვათ, აი ამის ფუნქციონირება სირიის გარეშე ფაქტიურად წარმოუდგენელია, როგორც ჩანს ეს წინასწარ გათვლილი ქონდათ, ან სხვა
ფაქტორებიც მუშაობს და ამიტომ წინსწრებით მე ვთქვი, რომ დიდი ხნის წინ იყო დაწყებული რუსეთ-ირანის ურთიერთობა ამ კუთხით და დაგვირგვინდა სამხედრო პოლიტიკური კავშირით. ხო, აი ზუსტად ეს სირიის ფაქტორის დაქვეითება ირანისთვის გაწონასწორდა რუსეთ-ირანის სამხედრო პოლიტიკური, როგორც თქვენ ზუსტად აღნიშნეთ. აი ეს მეორე ხაზი რაც არის სამხრეთ კავკასიაში ჩრდილოეთის მიმართულებით აქ თურქეთის აქტიური როლი, ეს ძალიან ხშირად ეს ძველი კონსტრუქცია მე-19 საუკუნე შამილი ცნობილია რომ მთლიანად ბრიტანეთის პროექტი იყო და აქ მოქმედებს ბრიტანულ-თურქული ტანდემი. მე ვიტყვი პირდაპირ ძალიან დიდი მასალა მაქვს ამაზე დამუშავებული და არაერთი გადაცემა მე თავად ჩაწერილი ამ თემაზე. ეს არის ბრიტანულ-თურქული ტანდემი, რომელიც დღევანდელ დღეს რეგიონში ჩვენთვის წარმოადგენს ყველაზე დიდ გამოწვევას და ყველაზე საშიშია ჩვენთვის. რადგანაც თურქეთის ექსპანსიონისტური გეგმები და მისი ეს პანოსმალისტური, აი ვთქვათ, ორი დიდი პროექტი, ასე ვთქვათ, ოსმალეთის იმპერიის აღდგენის კუთხით და მეორეს მხრივ ეს დიდი თურანის პროექტი, ხო? ეს ურთულესად საშიშია და ძალიან დიდი გამოწვევა. რამდენად რეალისტური ამას შეეცადა. ასე ვთქვათ, ფაქტია, რომ თურქეთი ამ გზას დაადგა ყველა მიმართულებით. სამხრეთ კავკასიაში დღეს მოცემულობით ის არის მართლაც რომ დომინანტი სხვა რეგიონალურ მოთამაშეებთან შედარებით, თუმცა ის რომ რუსეთი არის მსოფლიო ძალის ცენტრი და რუსეთის ფაქტორი, ეს არის მუდმივი ფაქტორი, რა თქმა უნდა, ეს არის მოცემულობა, მაგრამ თუ ანუ მე იმის თქმა მე რომ მივხვდით იმისა რუსეთის პოზიციის შესუსტებისა თუნდაც სომხეთში, ხო, ეს გლობალურ მასშტაბში არაფერს არ ცვლის, იმიტომ რომ ეს არის ძალის ცენტრი, რომელიც თავისი ინერციით ფარავს ამხელა რეგიონს და მით უმეტეს რომ ჩინეთი და ირანი არიან სტრატეგიული პარტნიორები. მაგრამ დიდი ხანია თურქეთი ვერ ეტევა აი ამ დემოკრატიული სახელმწიფოს ფარგლებში, ის აი ფაქტურად შეიძლება ვთქვათ დაავადებული არის აი ამ პანთურქიზმის და პანოსმალიზმის იდეა და ძალიან დიდი თანხები ჩაიდო ამ მიმართულებაში და ჩვენ ვხედავთ რომ სამხრეთ კავკასიის მიმართულება არაბული ქვეყნები, ცენტრალური აზია, სადაც ძალიან აქტიურობს და განსაკუთრებით აი ამ სოციალურ, პოლიტიკური და კულტურული აი ამ პროექტების და მთელი საგანმანათლებლო ქსელი და ასე შემდეგ და ასევე ცისფერის სამშობლო, რასაც ცოტა ეგეოსის ზღვა. თქვათ, ხო და ფაქტურად დიდ ასე ვთქვათ, სამხრეთ კავკასიის გარდა სხვა პლატფორმებზე ვერ ვიტყვით რომ რაღაც ესე იგი სტრატეგიულ შედეგს მიაღწია, მაგრამ არც ერთ იმას არ ფლო, არც ერთ ასე ვთქვათ მოედანს არ თმობს ელოდება რაღაც მომენტს. არც ერთ მოედანს არ თმობს ჩრდილოეთ აფრიკაში, ასე ვთქვათ, აქვს თავისი ძალიან სერიოზული ინტერესები, ლიბიაში დღემდე დგას თურქეთის ჯარი, ჩრდილოეთ სირია ფაქტიურად მე არ მგონია რომ შევიდა და გაემტკიცა თავისი პოზიცია და თქვათ ამაზე არავის დიდად რეაქცია არ აქვს. რა თქმა უნდა, აი ესეთი ქმედებები წარმოუდგენელია განახორციელოს რეგიონალურმა მოთამაშემ თუ მის უკან არ დგას რომელიმე ძალის ცენტრი. სხვა შორის ყარაბაღის ომი, როდესაც პირველი ომის დროს 2020 წელს, როდესაც აზერბაიჯანმა მართლა მოიგეს სამამულო ომი და საოცარი გეოპოლიტიკური ნახტომი გააკეთეს, თქვათ და ძალიან თვალშისაცემი იყო ეს. მაშინვე მახული თვალისთვის ეს ძალიან ადვილი შესამჩნევი იყო, რომ აქ ადგილი ჰქონდა გეოპოლიტიკური სტატუსის გაზრდას, რაც ასევე ვერ მოხერხდებოდა მხოლოდ აზერბაიჯანის ძალით და ძალის ხვედრით. მე მაშინ ეს საკითხი დავამუშავე ბატონ თემურ გეორგელიძესთან, ეს იყო შემოდგომაზე 2020 წლის შემოდგომაზე და ჩვენ გამოთქვით და დავასაბუთეთ სხვადასხვა ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით და ასევე აი ზოგადი ანალიზით განსაკუთრებით ბრიტანულ-თურქული ურთიერთობების რაც უკვე აშკარად ჩანდა ვალზე რომ ესე იგი თურქეთი აზერბაიჯანის ხელით ცდილობს რეგიონში თავისი ესე იგი სტატუსის ამაღლებას და რა თქმა უნდა ბოლო ამისი ასე ვთქვათ დამასრულებელი ასე ვთქვათ აკორდი უნდა ყოფილიყო ზანგეზურის დერეფნის გახსნა.
ფაქტობრივად ყარაბაღის ამ ორ დიდ სამხედრო კამპანიას და ნუ მესამე ომი იყო რაღაც მცირე დღიანი, ხო? აზრი არ აქვს თუ არ გაიხსნება ზანგეზურის ამ მიმართულებით თუ გვაგეხლა საფრთხე. ისიც მინდა იცით რომ ამ ომის სტრატეგიული მიზანი იყო სწორედ აი ამ ჰორიზონტალით გახსნა, რასაც სრულიად ასე სავსებით სამართლიანად მეორენაირად დიდი თურანის ტრასასაც უწოდებენ. რაც სრულიად შეცვლის სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკას სრულიად და რა თქმა უნდა ამას არ დაუშვებს აი ეს ტანდემი რუსეთ, ჩინეთ, ირანის და განსაკუთრებით ირანს არაერთხელ განუცხადებია, რომ აი ამგვარ ცვლილებას ის არავითარ შემთხვევაში არ შეეგუება, ასეთი ფრაზაც იყო ნათქვამი, რომ ლომის კუცნუ ათამაშებით. სხვათა შორის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ აბდულაჰიანი, რომელიც ძალიან მაღალი რანგის დიპლომატი გახდათ 2023 წლის 3 სექტემბერს, როდესაც იყო თეირანში დიდი შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრების რუსეთის, ირანის და თურქეთის მაშინ გააკეთეს ერთობლივი განცხადება და განსაკუთრებით ყურადსაღები იყო ირანის ოფიციალური განცხადება, რომ ისინი არავითარ შემთხვევაში არ შეეგუებიან გეოპოლიტიკურ ცვლილებებს რეგიონში და ეს რა თქმა უნდა ზანგეზურის დერეფანი იყო ნაგულისხმები და რომ ისინი ასევე არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებენ სატრანსპორტო დერეფნების ბლოკირება. ჩრდილოეთ სამხრეთის სატრანსპორტო დერეფნებზე იყო საუბარი. და ზოგადად რაც ხდება ახლა რეგიონში, თქვათ, ხო, ეს ბრიტანელების აჩრდილით თურქეთის ხელით თუ სირიაში რა პროცესებსაც ვხედავთ, თქვათ, ხო, იგივე ეს აფხაზეთში მიმდინარე მოვლენები, სადაც ბრიტანო-თურქული ტანდემი ასევე ძალიან აშკარად გამოჩნდა. არა, ნუ ეს ამაზე უკვე ღიად საუბრობენ და ამას აქვს ძალიან დიდი წინარე ისტორია. ამის შესახებ ხოშეს 2 წლის წინ თქვენს ეთერში საუბრობდა დიმიტრი ლოთქიფანიძე, ძალიან ისეთი მოცულობითი ინფორმაცია წარმოადგინა ჩრდილო კავკასიელ კოლეგებთან და რუს კოლეგებთან, ასე ვთქვათ, თანამშრომლობით იქ დაესწრო კონფერენციას, სადაც ნალჩიკში იყო ეს კონფერენცია, წარმოდგენილი იყვნენ აფხაზეთთან ახალგაზრდები და იქ აშკარად გამოჩნდა თუ რა კარგად მუშაობენ თურქული სპეცსამსახურები და ბრიტანო-თურქული ტანდემი, როგორ ესე იგი რაფინირებულად მუშაობენ, რომ აფხაზური ახალგაზრდობა გადაკაჩონ თურქეთისკენ და ასე ვთქვათ, იქ საუბარია ესე იგი პროთურქული განწყობები შექმნაზე. პროთურქული განწყობები მათი ზოგადად რასაც ჯერ ესეთი არ ღვევდნენ ჩვენს კანონმდებლობას, ვთქვათ, ძალიან ხშირად ეკონომიკური კავშირები, ახალგაზრდების იქ წაყვანა. ანუ მათ უნდათ აფხაზეთი წარმოადგინონ როგორც თურქული სამყაროს ნაწილად, მუშაობენ ასევე დასავლეთ საქართველოში საკმაოდ აქტიურად იქ ეთამაშებიან რაღაც ისეთ თემებს, რომელზეც ახლა არ მინდა საუბარი. ამ საკითხებს მიმულია პირდაპირ გეოპოლიტიკური კონსტრუქციები, ანუ რაში ახლა საქმე? ყველა ხვდება, რომ დაიწყო აი დიდი გეოსტრატეგიული არეალების აყირავების პროცესი. ყველა პლასტი გააქტიურებულია, რღვევის ზოლები გააქტიურებულია და რაც ირანში დაიწყო, თქვათ, ხო, ეს ოქტომბერ-ნოემბერში ხო მასირებული შეტევა და ირანი იჩენდა საოცარ სტრატეგიულ მოთმინებას და ესე იგი ფართომასშტაბიან ომში ვერ ჩაითრიეს, თქვათ, ხო, ანუ ძალიან მაღლა აწევა ტემპერატურის, ხო, მე მაშინ დავწერე და ვრცელი სტატია მიუძღვენი ამ თემას, რომ გამომდინარე იქიდან, რომ დასავლეთი ვერ ასე ვთქვათ, ამყარებს იმ გეოპოლიტიკურ კონსტრუქციას, რომელიც მას ჭირდება სამხრეთ კავკასიას და ახლო აღმოსავლეთში და ეს ერთიანი გეოსტრატეგიული არეალია მათთვის, ხო? ამიტომ ისინი მიმართავენ თავიანთ ჩვეულ ხელს, ისინი იწყებენ აი ძალიან ცნობილი პროექტია მათი ერთ-ერთი ნეოკონების, იგივე ნეოკონსერვატორების, რომლებიც ახლა ტრამპის გვერდით არიან, ძირითადად მარკო რუბიო, მაგალითად ლინსი გრეჰემი, მაიკ ვოლცი, ჰექსეტი და ასე შემდეგ, ესენი არიან უმის პარტიის წევრები. აი ზუსტად ნეოკონების პროექტია ახალი ახლო აღმოსავლეთი, რომელსაც ძალიან მრავალი კონფიგურაცია აქვს და იქ ყველა კონფიგურაციაში ჩვენ ვხედავთ დაშლილ ირანს, იქ დიდი ბელუჯისტანი, დიდი აზერბაიჯანი, იქ თქვათ ისლამური სახალიფოს თქვათ ნარჩენები, იქ ქურთისტანიც პროექტის არის, იქ სირიის რეფორმატირება, თქვათ აი სამ ნაწილად როგორც არის დაშლილი, თქვათ ხო, იქ სხვათა შორის თურქეთის ისიც კი აი რალფ პეტელსის რუკაში
შემთხვევაში მაგალითად თურქეთის დანაწევრებულია. ანუ ისინი სინჯავენ გეოპოლიტიკურ კონსტრუქციებს და ანუ როდესაც ჩაეშვება პროექტი ვთქვათ და ეს პროცესი ეხა რაც ხდება. ანუ ისრაელი, სირია ეს არის ფანჯარა, საიდანაც შედის დასავლეთი და დაიწყებს ოპერირებას ვთქვათ, ხო? ანუ მე დავწერე რომ ახლო აღმოსავლეთის რეფორმატირების დაშლა რეკონსტრუქციის და ახალი კონსტრუქციის აწყობის მცდელობა არის ეს. მთელი კაცობრიობის ისტორია მაგის მცდელობა არ არის ახლო აღმოსავლეთში. ძალიან საშიში პროცესი, ძალიან საშიში პროცესი, იმიტომ რომ ეს დესტრუქციის ტალღები მაშინ დავწერე რომ ჩვენამდე მოაღწევს ძალიან მალე. ამ დესტრუქციის ტალღებმა სირიის სახით და კონკრეტულად იმ ფაქტით რომ თურქეთის ჯარი დგას ახლა საქართველოს საზღვართან, საქართველოს სომხეთის საზღვრის გასწვრივ, აი ეს ფაქტორი ეს უკვე ჩათვალეთ რომ დესტრუქციის ტალღებმა ჩვენამდე უკვე მოაღწია და ესე იგი ძალიან ბევრი სახელმწიფო გაქრება რუკიდან ძალიან ბევრი ესე იგი ჯუჯა სახელმწიფოები რომლებიც იქნებიან პროქსი ასე დასაყრდენი ძალების სხვადასხვა ძალის ცენტრებისთვის წარმოიქმნება საუბარია სხვა შორის თურქეთის იმაზეც არაერთი ანალიტიკოსი გამოთქვამს ესეთ აზრს რომ გამდინარე იქიდან რომ თურქეთი უსაშველო ზრდის თავის გეოპოლიტიკურ სტატუსს ძალიან დიდი მადა აქვს და განხორციელების პროცესში ბრიტანელები ესენი გამოიყენებენ манипуляციისთვის საკუთარი გეოსტრატეგიული მიზნებისთვის ანუ საბოლოო ჯამში ის რომ 150 მილიონიანი თურქეთი თუ თურქული სამყარო ან დიდი თურანის სახელმწიფო ადრიატიკის ზღვიდან გადაჭერმული წყნარ ოკეანემდე ვთქვათ ხო იმიტომ რომ იქ არა მარტო თურქიკული ერები არამედ ურალურ ალთაური ოჯახის ერებიც მოიასრება ბამდეც კი ჩინეთს საზღვარში ბამდე იქამდე აპირებენ კი ბატონო ანუ ეს მონღოლური რასა და ასე ვთქვათ აი ეს მთლიანად ესე იგი დამკვირვებლად ყავს უნგრეთიც კი რადგან უნგრეთის ესე იგი ძირი ალტაური წარმოშობის და ასე შემდეგ რა თქმა უნდა ამის მაგრამ რა შეეცეთ საქმე აი ბრიტანული თვითონ და ანგლოსაქსონური პოლიტიკის ხელწერა ისინი განხორციელების პროცესში ძალიან დიდ ბენეფიტებს მოიპოვებენ თავისთვის და ისტორიის კონკრეტულ ეტაპზე ის თავიანთ გეოპოლიტიკურ გეოსტრატეგიულ ამოცანებს გადაწყვეტენ რუსეთთან, ირანთან, ჩინეთთან მიმართებაში და გამდინარე იქიდან რომ ერდოღანი არის ასე ვთქვათ ანუ ჩვენი ფსიქოტიპია როგორც ქართველი ისე იქცევა ჩვენ როგორ ვიქცეოდით ჩვენ ძალიან ადრე ინტუიციურად გრძნობდით საფრთხეს ნუ ეს იყო ისტორიულადაც განპირობებული გამომდინარე იქიდან რომ ჩვენ მუდმივად გეოპოლიტიკურ შტორმში ვიმყოფებოდით ანუ სამი გეოპოლიტიკური პლასტის ევროპის, აზიის და აფრიკის გეოპოლიტიკური პლასტის გადაკვეთაზე ვართ ჩვენს ირგვლივ 1000 იმპერია ატრიალებდა და 1000 ფსიქიკის და ჯურის ხალხი და ანუ ჩვენ ეს გამოვიმუშავეთ ეს ტენდენციებს გრძნობდით ძალიან ბევრი ფსიქიკის ერს ჩვენ ხედავდით ფსიქოტიპს ისინი საპირისპიროდ ისინი ჩვენ ვერ გვხედავდნენ ესეთ სხვა შორის ძალიან საინტერესო პიროვნებებთან მაგ ამ თემაზე მე ნასაუბრები და დაუდასტურებია თენთოფსიქოლოგებს ჩემთვის ეს ჩემი ასე ვთქვათ ჩემი მოსაზრება და აქედან ეს ისტორიულად განპირობებული იყო ყოველთვის აი დასაწყისშივე ხვდებოდით როდესაც ჰეგემონი იწყებდა დასუსტებას დროის ტენდენციას და პირველი მივდიოდით ვაბანკ შეტევაზე ეს რაც გვაძლევდა ჩვენ ეს ჩვენ გვაძლევდა სტრატეგიულ უპირატესობას დროის მცირე მონაკვეთში როდესაც ჩვენ ხდები პოლიტიკური პროცესის ავანგარდში რა თქმა უნდა ამ დროს ძალიან დიდი სისხლი იღურებოდა და ეს დროის გარკვეულ მაგრამ ამას თავისი ბენეფიტები და ფაქტიურად აი ეს აი ამ პარადიგმაში და ეს ჩვენს იმაში ძალიან ესე არის ასე ვთქვათ ეთნოფსიქიკის ერთ-ერთი მთავარი მაჩვენებელია. აი ეს მოვლენები ჩვენი აჯანყება დასავლეთის გაგიჟებულები არიან რომ აი სუფთა ქართული ფენომენია რომ ის ეხლა რასაც აკეთებს სირიაში რეალურად ეს თავდაცვაა მისი. იმიტომ რომ ის გრძნობს რომ აი პირველი მსოფლიო ომის დროს მაგალითად ვთქვათ ხო ვისი ხელით იშლებოდა ოსმალეთის იმპერია თქვათ ხო დასავლეთის ხელით. ანუ მიხედავთ იმისა რომ ესე იგი მანამდე რუსეთ-თურქეთის ომების დროს თურქეთი ყოველთვის იყო ესე იგი განსაკუთრებით ყირიმის ომის დროს თქვათ აი ბრიტანეთთან ერთად ასე მაინც ესე იგი დადგა ისეთი მომენტი პირველი მსოფლიო ომის დროს აი ეს ვუდრო ვილსონის ეს დიდ გეოპოლიტიკურ ანუ კაპიტალიზმის გაფორთეობას და აი ამ პირველი გლობალისტური პროექტის განხორციელებას
უკავშირდება, რომ მათთვის ხელსაყრელი იყო უფრო დაშლილი თურქეთი, ვიდრე ოსმალეთის იმპერია და 4 იმპერია დაიშალა. მაშინ თქვათ, ხო, ავსტრია, უნგრეთის, რუსეთის, გერმანიის და ემისი, ოსმალეთის, ხო? აი თურქეთი გრძნობს ამას, რომ კრიტიკულ მომენტში, თქვათ, შეიძლება გაჭიროს დასავლეთმა, თქვათ, და მისი ქურთების საკითხი, თქვათ, გამოიყენოს სათავისოდ და ესე იგი მართლა დადგეს თურქეთის ასე ვთქვათ ფრაგმენტაციის და დაშლის საკითხი. სხვათა შორის, აი ამასთან კონტექსტში 1-2 წლის წინ დაიწყო თურქეთში ძალიან უცნაური ტენდენცია, რომელმაც მიიღო ძალიან ფართო მასშტაბი. და მე მივხვდი, რომ ეს არ იყო ისეთი ჩვეულებრივი მოვლენა და ამის უკან გარკვეული რაღაცა ის იყო მოსინჯვა, რაღაც ისი დაიწყეს მების გენეტიკური ანალიზის გაკეთება და აღმოჩნდა რომ მთელი ესე იგი ასე ვთქვათ 15% იყო გენეტიკურად თურქი, განსაკუთრებით დასავლეთ იმაზე რომ იყვნენ ბერძნები, სერბები, ქართველი ერთ სახეობი წერდა რომ ეს იგი ორივე მხრიდან სრულად ქართველი ვარ მაგალითად, ხო? ესმით და აი ესეთი რაღაცები ეს არ ხდება უბრალოდ. იმიტომ რომ საფუძველი იმის რომ თურქეთი დაიშალოს, თქვათ, მიუხედავად იმისა რომ ძალიან დიდია იქ ეხლა ჩვენ მე ბოდიში მინდა მოვიხატო ძალიან გავუსწარით წინ მოვლენებს მაგრამ გამომდინარე იქიდან რომ მოვლენები ვითარდება ელვისის სწრაფით ეს მე მაგალითად 2030 წლამდე 2027 წელს 2030 წლამდე 2025-ში იქნება აი ამ თურქეთის მიმართულებით გამწვავება საკითხების, თქვათ ხო თურქეთ-აზერბაიჯანის ხაზი მე ამას უკავშირდებ თურქეთის კასპიის ზღვაზე გააქტიურებას. ველოდებით რომ შეიძლება კავკასიაში ნახოთ კონფლიქტი. თურქეთი უკვე ძალიან აშკარად იბავს აზერბაიჯანს და დაიდო ხელშეკრულება და კასპიის ზღვაზე აკეთებენ ერთობლივ ბაზას აზერბაიჯანი და თურქეთი და ეს უკვე ნიშნავს აი წითელი იმის ანთებას რუსეთისთვის, იმიტომ რომ თურქეთი არის ნატოს მეორე არმია. და ასევე აზერბაიჯანი გადადის ისი ნატოს სტანდარტებზე თვითონ ესე იგი ტექნიკური თვალსაზრისით შეიარაღება და ასე შემდეგ. პაკისტანთან აქვს ასევე სამხედრო სტრატეგიული კავშირი და პაკისტანიდან შეისყიდა 100 მილიარდის ბომბდამშენები, გამანადგურებლები. და ნუ მოკლედ ძალიან სახიფათო თამაშებში არის ჩაბმული. 2021 წელს მაგალითად პაკისტანი დაპატიჟეს მაშინ რა ქვია კასპიის ზღვაზე სამხედრო წვრთნებში. არა და არის შეკრულება პაქტი რომლის მიხედვითაც კასპიის ზღვაზე აი ამგვარი სამხედრო საზღვაო წვრთნები შეუძლიათ ჩაატაროს მხოლოდ კასპიის ზღვის ქვეყნებს და ხა პაკისტანი არა ანუ აი ძალიან ბევრ ამაში ჩანს რომ თურქეთის ზურგით და მათ უკან ბრიტანელების ზურგით ძალიან ზრდიან თავიანთ ასე ვთქვათ გეოპოლიტიკურ სტატუსს თურქეთი და აზერბაიჯანი და აი ამას ეს აი მაგალითად რამდენიმე დღის წინ პაკისტანის წარმომადგენლები იყვნენ აზერბაიჯანში და ძალიან სერიოზული ვიზიტი ჰქონდათ და ეს ანუ მათი ეს რაც არის მიმდინარე სამხედრო პროექტები ამის შესახებ იყო საუბარი. ანუ ეს შეიძლება ძალიან მალე მოხდეს. მე ისე დაუბრუნდები თავიდან რაც დავიწყე რომ ანუ თურქეთი ზრდის თავის გეოპოლიტიკურ ანუ მიდის ვაბანკ გრძნობს რა საფრთხეს ისევე როგორც აი ამერიკის შემთხვევაში ის ზრდის თავის გეოპოლიტიკურ ანუ გეოსტრატეგიული არეალები, რომელიც მისი უსაფრთხოებისთვის განსაკუთრებით სამხრეთ აღმოსავლეთით არის ძალიან მნიშვნელოვანი და მოწყვლადი, იმ სტრატეგიულ არეალზე ამყარებს თავის სტრატეგიულ, ანუ თურქეთის სახელმწიფოს უსაფრთხოების თვალსაზრისით, მისი ჩრდილო სირიაში ეხლა შესვლა და იქ დამკვიდრება, აი ამ კუთხით მათი გადმოსახედიდან და მათი უსაფრთხოებისთვის ეს მნიშვნელოვანია. აქვე საინტერესოა, რომ აი ეხლა მიდის გამდვინარებული შეტაკებები ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში პროთურქულ სირიულ ძალებსა და ქურთისტანის მუშათა პარტიის ძალებს შორის. და იქ არის ერთ-ერთი საველე მეთაური ძალიან ცნობილი კაბალი ზულან კაბალი ესეთი გვარით რომელიც ძალიან აქტიურ წინააღმდეგობას უწევს და ეს ქურთისტანის საკითხი არის ერთგვარი ესეთით შემაკავებელი ვთქვათ მისთვის ანუ ეს არის კოზირი როგორც რუსების ასევე ამერიკის შეერთებული შტატების ხელში რა თქმა უნდა იმიტომ რომ ესე იგი თუ აი როგორ არის იცით რომ როდესაც აი მაგალითად 2015 წელს იყო ძალიან დიდი აჯანყება მისი
ქურთისტანის მუშათა პარტიის ძალიან დიდი მასშტაბური, მაგას ამას არანაირი რეზონანსი არ ქონია და არც გაშუქება. მაგრამ არსებულ ვითარებაში ვთქვათ, ხო? როდესაც ყველა გეოპოლიტიკური პლასტი და არეალი იწყებს აყირავებას და სიტუაციურად შეიქმნას ისეთი ვითარება, ვთქვათ, ხო, როგორ მოიქცევიან დიდი მოთამაშეები, ამის გარანტია არავის არ აქვს. მათ თუ ჩათვალეს, რომ უნდა მოაგვარონ ქურთისტანის საკითხი და თავის ხელში აიღეს ამერიკელებმა, ფაქტურად ისინი გავლენას ამყარებენ უკვე ირანზე, ერაყზე, თურქეთზე და სირიაზეც, იმიტომ რომ მათ ხელში თუ იქნება ქურთების საკითხი თუ იქნება მათ ხელში, ამით გიჭირავს 4 ქვეყანა ფაქტიურად და განსაკუთრებით თურქეთი, იმიტომ რომ ყველაზე მოწყვლადი და ყველაზე ასე ვთქვათ ტკინეული ეს თემა არის თურქეთისთვის. ანუ ჩვენი მემისთვის, რაც გითხარით ეს ბრიტან-თურქული ტანდემი დღევანდელი მოცემულობით ეს არის ყველაზე საშიში ხაზი, ყველაზე აგრესიული და ასე ვთქვათ ექსპანსიონისტული შინაარსის და ჩვენი დამოკიდებულება მე ამაზე არაერთხელ მისაუბრია შვიდობა რა თქმა უნდა ამ ეტაპზე რა ჩვენ შევძელით ეს დასაფასებელია და ძალიან კარგია, მაგრამ ამ შვიდობას უნდა გამყარება. იმიტომ რომ შეიძლება დიახ ამ შვიდობას უნდა გამყარება და ეს არის სწორი გეოპოლიტიკური მიმართებები. რა თქმა უნდა რეგიონში მონაწილეობა რეგიონულ ფორმატებში და მე იმედი მაქვს რომ ჩვენი მთავრობა უბრალოდ მეტი გზა მათ არ აქვს, იმიტომ რომ დესტრუქციის ის ტალღები რომელიც მოდის სამხრეთიდან, ირანის, სირიის, სამხრეთ-დასავლეთიდან თურქეთის სახის ამის გამნეიტრალებელი არის მხოლოდ ძალის ცენტრი. და ამ შემთხვევაში ჩვენთვის კარგია რომ ეს ძალის ცენტრი მარტო არ არის, ანუ ტრიადის სახითაა წარმოდგენილი რუსეთი, ირანი, ჩინეთი. აი თუნდაც ახლა თქვენ წარმოიდგინეთ, აი რომ დაძრას ჯარები თურქეთმა ღმერთმა დაიფაროს და შემოვიდეს. ამას დასავლეთი შეიმჩნევს პირიქით. აბსოლუტურად მათ ჩვენი დასჯა უნდათ აი ამ გაურჩების გამო არანაირად ნებისმიერი კუთხით ვთქვათ ეს სირიის მიმართ ექსპანსიუ კავკასიის კუთხით ექსპანსიონისტული ართ ესე ისინი მხოლოდ ანგაჟირებენ ჩვენ საზოგადოებას რა შეიძლება უთხრათ ასეთ დროს ქალბატონ სოფიკო რომლებსაც აქვთ ძირითადად ძალიან ისეთი როგორ თქვა ინფანტილური დამოკიდებულებები რა სისულელეა კაცო თურქეთი რატომ უნდა შემოიჭრას ეხა მე-16 საუკუნე ხო არ არის დაახლოებით ესეთ პასუხი ექნებათ მაგრამ აი რა უნდა უშუალოდ ამ ხალხს რომელიც ესე აზროვნებს და ესე წვეტს და ესე იღებს გადაწყვეტილებებს გონიათ რომ მართლა რადგან მე-16 საუკუნე აღარ არის ამიტომ საფრთხე აღარ გვემუქრება საერთოდ არანაირი ხო ძალიან მცდარი შეხედულება პირიქით როგორც თავიდან თქვი ახალი იმპერიების ეპოქა იწყება ყველა ძალის ცენტრი შეეცდება გამსხვილებას და გეოსტრატეგიული არეალების ასე ვთქვათ მის მიმდებარე გეოსტრატეგიულ არეალებზე გამყარებას და დამაგრებას და ღმერთმან უქნას, მაგრამ ჩვენ თუ არ მგონია მაგამდე მივიდეს საქმე, მაგრამ ჩვენ თუ დავდექით გახლეჩვის, ანუ რამდენიმე ძალის ცენტრმა თუ ისინი ვერ შეთანხმდნენ, იმიტომ რომ არის საკითხები, სადაც გლობალური ძალის ცენტრები ჩვენს გარეშე წყვეტენ, ჩვენს ბედს ეს უკრაინის საკითხი ძალიან კარგად გამოჩნდა, რომ არც კი დასვეს მაგიტასთან თქვათ, ხო? აი ჩვენს კომპონენტს რაც შეეხება ამ დროს არის აი ზუსტი ლავირება, რომ შენ მიხვდე როდის გაგლავირების საშუალება და როდის თავდება ეს რესურსი ლავირების და როდის უნდა გააკეთო გეოპოლიტიკური არჩევანი. ვიდრე გაგლავირების საშუალება ძალის ცენტრებს შორის და ასე შემდეგ, კი ბატონო. ასევე ბევრია საუბარი იმაზე, რომ აი ჩვენ უნდა ვიყოთ მშვიდობის პლატფორმა, ესე იგი ენერგეტიკული ჰაბი, ინდუსტრიული ჰაბი და ეს ძალიან კარგია, მაგრამ სად ხარ? რღვევის ზოლზე. რღვევის ზოლზე შვიდობის ეს შენზე არაა დამოკიდებული, ეს არის გეოპოლიტიკურ განლაგებაზე. მაგრამ ჩვენს გადის მართლაც ეს მნიშვნელოვანი ტრასები, რისი უსაფრთხოებაც არის. მაგრამ ეს რაში ერთ საქმე ჯერ არის გეოპოლიტიკური კონსტრუქცია უსაფრთხოების და იმის კონსტრუქცია უკვე ეკონომიკური. ეს მშვიდობიან დროს, როდესაც სოფლიო გარკვეული წესრიგი არის დამყარებული და ყველა არის ამას შეთანხმებული, რაც იყო ამ ომამდე, ვთქვათ, ხო? აი მეორე მსოფლიო ომის შემდგომი მოცემულობა, მაშინ ეკონომიკურ მდგენელს აქვს უსაფრთხოების გარანტია და ეკონომიკა არის წარმოთელი, მაგრამ ასე დროს, როდესაც ყველა პლასტი, როდესაც ცეცხლშია მთელი მსოფლიო, დღევანდელ დღეს ომს აქვს ძალიან ბევრი განზომილება, ეს ომი არ ნიშნავს, რომ მანდა მაინც სამხედრო კონფლიქტის სახით უნდა იყოს წარმოდგენილი, ხო? აი ასე დროს, როდესაც არის
გეოპოლიტიკური ჯახი იტალიის ცენტრებს შორის უმთავრესია უსაფრთხოების გეოპოლიტიკური კონსტრუქცია. სანამ გეოპოლიტიკური კონსტრუქცია არ დადგინდება, თქვათ, აი ჩრდილოეთ ნაკადი ამის ძალიან ესე იგი თვალსაჩინო მაგალითია. ხო, რუსეთსა და გერმანიას შორის იყო გაფორმებული და ორივე მხარეს აწყობდა, მაგრამ ამერიკას არ აწყობდა ეს და აფეთქა, თქვათ, ხო, იგივე ხა ტრამპმა თქვა, რომ მე გაგიმხედო საიდუმლოსო რუსეთს ეს არ გაუკეთებიო, ვიცით, თქვათ, ხო? მეტი ვისა აქვს, მაგის გაკეთების რეზოლუცია. ანუ სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკური კონსტრუქცია ძალიან დიდხანს კიდე არ დადგინდება, ძალიან მრავალი ძალის ცენტრი საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენებს ამას და სწორედ ეს ჩრდილოეთ სამხრეთ და სამხრეთ ჩრდილოეთის მიმართულება, თქვათ, ხო, რომელ კონსტრუქციაშიც დევს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი, ხო? აი მე ყველაზე მეტად მეშინია ამ კონსტრუქციის ჩაშლის, რადგან ეს არის ერთ-ერთი მთავარი ტრასა ევრაზიის კონტინენტის მთავარი მოთამაშეების, რუსეთის, ჩინეთის, ინდოეთის, ირანის, მოგეხსენებათ ინდოეთი ირანში აშენებს პორტს, ჩაბაჰარის პორტს და საუბარია ინდური და ჩინური ტვირთების პაკისტანის გვერდისავლით შემოსვლაზე ირანის ტერიტორიაზე და ირანიდან ეს უნდა წავიდეს სამი მიმართულებით, ეს არის რუსეთი, ეს არის ევროპა და ჩრდილოეთ აფრიკა და მსოფლიო ოკეანეზე გასვლად. აი აქ ხდება თანხმედრა ისტორიული ესეთი მოვლენების ჩვენ სასიკეთოდ. აქამდე რუსები ამბობდნენ, რომ ჩვენ ორი გზა გვაქვს, ორი ტრასა დაგვჭა არსებული ვითარებიდან გამომდინარე, რადგან აქვთ კოლექტიურ დასავლეთთან ეს არის ჩრდილო-საზღვაო ხაზი, ჩილო-წყილოვანი ოკეანეს და მეორე არის ჩრდილო-სამხრეთის მიმართულება. ანუ რუსეთის ისტორიული, ასე ვთქვათ, საქართველოს სამხრეთის გავლით ირანში და შემდეგ ანუ ჩრდილო-სამხრეთის სევერნომორსკოი პუჩ და სევერ-იუგ თვითონ როგორც ამბობენ, ხო? ანუ ისტორიული დიდი სურვილი რუსეთის და მისია რუსეთის გასვლა ინდოეთის ოკეანეზე, ვთქვათ, ხო? ასევე მათაც ჩინეს და ინდოეთსაც უნდა შემოსვლა ევრაზიის კონტინენტზე და ასევე შემოდიან რა ირანში, ირანიდან არის ავღანეთის ცენტრალური აზიის მიმართულებაც ინდოეთისთვის პაკისტანის გვერდის ავლით და რა არის ახლა ძალიან საინტერესო რომ გამომდინარე იქიდან რომ აზერბაიჯანსა და ირანს შორის არავინ არ იცის როგორ წარიმართება მოვლენები რაც ვახსენე მე თურქეთთან, პაკისტანთან და ის რომ ნატოს მეორე არმია თურქეთთან ფაქტურად ერთიანობაში განიხილავს ძალიან ბევრი ანალიტიკოსი აზერბაიჯანს. ანუ ხოლო მეორე მიმართულება თურქეთი ასევე მით უმეტეს სირიის მოვლენებმა თურქეთ-ირანის ურთიერთობაში კიდევ ახალი წინააღმდეგობის პლასტი გააჩინა. მოკლედ ჩინეთს ირანს ინდოეთს არ აწყობთ, რომ მთავარი ტრასა ამისი გავიდეს თურქიკულ ერებზე და ყველაზე ოპტიმალური ეს არის ირანი სომხეთი, საქართველო, აფხაზეთის გავლით რუსეთი. გიახ და დღევანდელი მოცემულობით რაც თავიდან თქვი, გამომდინარე იქიდან რომ არტიკაც იქნება, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი არეალი რუსეთ დასავლეთის დატაკების და ჩრდილო-წყილოვანი ოკეანე ფაქტურად ერთი რჩება ეს ჩრდილო-სამხრეთის მიმართულება და ჩვენი პოლიტიკური ფასი იზრდება. გარდა ამისა, ესეთი ანალიტიკოსები, რომლებიც მაღალი პასუხისგებლობის მითი გამოიქჩებიან და რა თქმა უნდა არაპოპულისტები და ძალიან სიფრთხილით ეკიდებიან, ამას უკვე დაიწყეს საუბარი ამ ჩრდილო-სამხრეთის მიმართულებაზე და რომ ზუსტად აი ამ გეოპოლიტიკურ კონსტრუქციაში დევს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი და გასაღები. ხო მე როგორც ახლა თავისუფალი ადამიანის საზოგადოების მხრიდან არც პარტიის და არც ორგანიზაციის წევრი არა ვარ, ამის შესახებ მე უფრო თავისუფლად ვსაუბრობდი წელიწადნახევრის წინანდელი ვიდეოც კი ამომიგდო, სადაც აი ჩრდილო-სამხრეთის მიმართულებას ჩვენ ვარჩევთ. და ანუ აი როგორ გითხრათ, დიდი გამოწვევებია, გლობალური გამოწვევებია, მაგრამ გლობალური გამოწვევები ქმნის გლობალურ შესაძლებლობებს. ეს არის ისტორიული შანსი ჩვენი და ნამდვილად არ გვეპატიება, რომ ჩვენ ისტორიული ეს შესაძლებლობა არ გამოვიყენოთ. ესე იგი, ერთის მხრივ თუ ფეხი წაგვიცდება შეიძლება სახელმწიფო დავკარგოთ, მაგრამ აი თუ არ შეგვეშლება გეოპოლიტიკური სვლები, ძალიან დიდი შანსია იმისი, რომ ჩვენ გეოპოლიტიკური სტატუსი ავიმაღლოთ და რეგიონში დავიმკვიდროთ ის ადგილი, რაც ჩვენ ისტორიულად და ცივილიზაციურად გვეკუთვნის და მართლა გითხრათ მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მგონია რომ გავძურებით და ამას განვახორციელებთ. დიდი მადლობა კაპიტან სოფიკო ძალიან საინტერესო ანალიზისთვის და საინტერესო საუბრისთვის და რაც მთავარია ძალიან ოპტიმისტური დასასრულისთვის ამ საუბრის. განწყობა მაქვს. განწყობა მეც ასეთი მაქვს, სხვათა შორის უბრალოდ ვერ ხსნი რატომ აქ ასეთი განწყობა, იმდენად ბევრი რამ ხდება ჩვენს გარშემო, წესი ძალიან უნდა იყოს დაძაბულები, მაგრამ ეს რატომღაც აი
შვიდათ ვარო თითქოს დარწმუნებული ვარო ყველაფერი კარგად იქნება. იცით რა არის გახსოვთ ჩვენ ადრე ვსაუბრობთ რომ კრიტიკულ მომენტში მთავარია გაუძლოს ძალოვანმა ბლოკმა. ძალოვანმა ბლოკმა გაუძლო. ანუ ყველაზე მთავარი საფრთხე გადავიარეთ და ახლა მეტი გზა არა გვაქვს ჩვენ ან ისე უნდა დასავლეთს დავემონოთ და ანუ აი ამ კოლონიალურ სისტემას და ძალიან მწარედ დაგვჭდიან ან მართლა უნდა განვახორციელოთ ქართული ეროვნული პროექტი და სუვერენული ეკონომიკის და სუვერენული სახელმწიფო შენება დავიწყოთ. სხვა გზა უბრალოდ არ გვაქვს. თუ გვინდა რომ ვიარსებოთ. დიდი მადლობა, უღრმეს მადლობას გადაგიხდით მობრძანებისთვის. შევახსენებ მაყურებელს რომ ანალიტიკოსი ქალბატონი სოფიკო სოხაძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. მადლობას გადაგიხდით მომავალ შეხვედრამდე დაგემშვიდობებით. ხვალამდე დაგემშვიდობებით ზვირფას მაყურებელო. დიდი მადლობა, კარგად გრძანდებოდეთ.